მოგეხლავართ მარიამ ჯაფარიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, ევროპათმცოდნეობის მაგისტრი და რაც ყველაზე მთავარია, ვარ ჭიათურიდან და ამჟამად ვარ სამოქალაქო აქტივისტი. მე გავიზარდე და ფაქტობრივად მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე ჭიათურაში, აი ამ უზარმაზარ კლდეებს შორის, რომელსაც თქვენ ფონად ხედავთ სავარაუდოდ და ახლა სულ ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ იმხელა კლდეები მერტყა გარს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ზის ჩასვლების და ამოსვლების დანახვაც რთული იყო ჩემთვის. მაგრამ ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც სულ მინდოდა, რომ ამ კლდეებს იქითაც გამეტანა ჩემი ქალაქის ტკივილი და ამ კლდეებს იქითაც მიმეწვდინა ხმა ადამიანებისთვის. შესაბამისად ძალიან პატარას მომიწია, რომ აი ეს რაღაცა აქტიურად ჩავრთულიყავი სამოქალაქო ცხოვრებაში, მაგრამ ცხოვრობდა ჭიათურაში და ასე არ იყო ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში, ცოტა რთულია. იმიტომ რომ ყოველდღიურად ხედავ უსამართლობას, ყოველდღიურად ხედავ რამდენად ილახება უამრავი ადამიანის ელემენტარული ბაზისური უფლებები, ეს არის გარემოსდაცვის უფლება, საცხოვრებლის უფლება, სამუშაო პირობების უფლება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ეს რაღაცა უსამართლობის შეგრძნება სულ მქონდა. კამიოსაქნა თქვამი, რომ აჯანყება ადამიანში მაშინ იწყება, მაშინ კი არ იწყება, როცა მაინც და მაინც ქუჩაში გადის და რაღაცა რევოლუციას აწყობს, არამედ აჯანყება ხდება ადამიანის გონებაში, როცა პირველად ის სვავს შეკითხვას, რატომ არის უსამართლობა ჩემს ირგვლივ. და მე ძალიან პატარა ვიყავი ეს შეკითხვები ბუნებრივად რომ გამიჩნდა, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ყოველთვის იყო ეს უსამართლობები. ხედავდი უამრავ მაღაროელს, რომლებიც საშინაო პირობებში არ მარტო ცხოვრობენ, მუშაობდნენ და ხალხს სოფლებში, რომლებსაც მართლა სახლი ექცეოდა ფეხქვეშ და მინდოდა რომ რაღაც გამეკეთებინა ამ ყოველფრის შესაცვლელად. წლების განმავლობაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად მიმუშავია ჭიათურის გარემოსდაცვის მიმართულებით და იმ პრობლემის მოსაგვარებლად რაც არსებობს. ერთ-ერთი პირველი იყო მოსწავლეთა საკრებულო, რომელიც ჭიათურელთა კავშირთან თან არსებობდა და მათი დაარსებული იყო ბატონი შოთა გაფრინდაშვილის. კვლავ არსებობს ეს მოსწავლეთა საკრებულო და 14-15 წლის ვიყავი, როცა მე გავხდი ამ მოსწავლეთა საკრებულოს თანათავმჯდომარე და ძალიან დიდი პატივი იყო მართლა, რომ აი რაღაც ჭიათურის პრობლემებზე მელაპარაკა სხვადასხვა არა მარტო ჭიათურაში, არამედ თბილისში, ქუთაისში, პარლამენტში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც და ძალიან ბევრი კარგი პროექტი განახორციელეთ ჩვენ ამ მოსწავლეთა საკრებულოს ფარგლებში. ჩვენ ახლა ვზივართ ისტორიული შენობის წინ, რომელიც არის ჭიათურის პიონერთა სასახლე. მე ეს შენობა ფუნქციონირების ეტაპზე არ მახსოვს, იმიტომ რომ მე როცა მახსოვს ეს უკვე ფაქტობრივად ნანგრევები იყო, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ ეს შენობა უნდა დანგრეულიყო. რაც რა თქმა უნდა ქალაქმა გამოთქვა პროტესტი, მაშინ ვიყავი 15 წლის, თუ სწორად მახსოვს, 14-15 წლის, როცა ეს საუბრები მიდიოდა და ზუსტად მაშინ ვიყავი მოსწავლეთა საკრებულოს წევრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ადვოკატირების კამპანია დაგვეწყო ამასთან დაკავშირებით. ჩაგვერთო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მიგვემართა პარლამენტისთვის და წერილიც გავგზავნეთ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს შენობა ქალაქისთვის რაღაც სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. არქიტექტურასაც რომ შეხედოთ, ძალიან საინტერესო არქიტექტურა აქვს ამ შენობას და ფიქრობ, რომ ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა ის, რომ ეს შენობა დანგრეულიყო. მოსწავლეები დავირაზმეთ, სოფელ დავდიოდით, რომ ხალხისთვის გვემცნო, რომ აი ჩვენს ქალაქში ეს შენობა რომ დგას, ეს არ უნდა დაინგრეს, იმიტომ რომ ეს თუ დაინგრა, ხო, მე სხვა რაღაცებით შეიძლება რომ დაინგრეს და ჩვენ ისტორიას ასე არ უნდა მოვექცეთ. რაც არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უნდა შევინარჩუნოთ და რაღაც სხვა ფორმა მივცეთ ახლებული, შევინარჩუნოთ. და მაშინ ჩვენ ეს მართლა მივახციეთ, რომ
პრემიერის გადაწყვეტილებით მაშინ მე მგონი ღარიბაშვილი იყო პრემიერის სწორად მახსოვს ეს შენობა შენერჩუნდა. მე უკვე გავიზარდე ცოტა და თბილისში გადავიდი საცხოვრებლად, მაინც არ მინდოდა რომ ჩემ ფესვებს ჭიათურას მოვწყდო მოდი. და ძალიან ბევრი პროექტი განახორციელე მომავლის ჭიათურასთან ერთად, მათ შორის მათთან ერთად ჰქონდა USAID-ის არჩეულებრივი პროექტი. ახალი ნაბიჯები ჭიათურის უკეთესი მომავლისათვის დავაარსეთ ეკოკლუბი, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით დღევანდელი პოლიტიკიდან და პოლიტიკურ სამოქალაქო მდგომარეობიდან გამომდინარე არც ერთი აღარ არსებობს ისე როგორც შეიძლება რომ არსებობდეს, მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმ მნიშვნელობას თუ იმ მნიშვნელობას რაც ქონდა სამოქალაქო სექტორს ჭიათურისათვის და იმ ადამიანებისათვის ვინც აქ ცხოვრობს. იმიტომ რომ უამრავი პროექტი განხორციელდა ევროკავშირის, EED, UNDP, უამრავი ორგანიზაცია შემიძლია ჩამოთვალა, რომლებიც აფინანსებდნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, თუნდაც პროექტებს, ან თუნდაც იმას, რომ სოფელში შუქრუთში ვიღაც ადამიანს ცოდნოდა, რომ მათ უფლება აქვთ იმის, რომ კომპენსაცია მოითხოვონ კომპანიისგან, ან თუნდაც ხელისუფლებასაც მოთხოვონ პასუხი, რომ ეს მხოლოდ კომპანიის საქმე არ არის, რომ როცა მთელი ქალაქი და მთელი მუნიციპალიტეტი არის ჩართული ამ ყველაფერში და მთელი მუნიციპალიტეტი ზარალდება და ელემენტარული საცხოვრისის უსაფრთხო საცხოვრებლის უფლება აქვს წართმეული ადამიანებს, ეს რომ იცოდნენ მათ. პროტესტი ყოველთვის იყო ჭიათურაში, მოდი ვაღიაროთ. ეს ჩემ ბავშვობაშიც იყო, წელი არ მახსოვს, რომ მაღაროელებს რაღაც პროტესტი არ ქონოდათ, გამოსვლა არ ყოფილიყო, გაფიცვა არ ყოფილიყო, მაგრამ 2 წელიწადში ერთხელ უფრო აქტიურად ხდება ხოლმე ეს ყველაფერი. და მე ვთვლი მაინც რომ აი 2022-2023 წლიდან დაიწყო რომ ეს პროტესტი ლოკალურ ფარგლებს გაცდა და თბილისმაც გაიგო ამ პროტესტების შესახებ, რომ უკვე აი მაღაროელების თვითონ თბილისშიც ჩავიდნენ, პირის ამოკერვა იყო თუ შიმშილობები ასე შემდეგ. დედაქალაქმა ამ ყველაფრის შესახებ უფრო მკაფიოდ გაიგო. ეს არ არის მხოლოდ ჭიათურის ტკივილი, ხო? ჭიათურას ყველაზე მეტად ტკივა, მაგრამ ეს არის სიმპტომი სხვა უფრო სისტემური პრობლემების, რაც ქვეყანაში შეიძლება გქონდეს. მაგალითად ის, რომ არ გვაქვს ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა. ახლა ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა გქონოდა წლების განმავლობაში, ეს საკითხები ასეთ მწვავე დონეზე აღარ გადავიდოდა ეს პრობლემები. ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილზე ხალხის როლის ყველაზე მეტად ეს არის, რომ ჩვენ აქ სათითაოდ კი არა ვართ ამ პრობლემების წინაშე დამდგარი, ყველა ერთად ვართ როგორც თემი. და ჩვენ თუ ამას გავიაზრებთ, ჩვენ ერთად ვართ. მაშინ უფრო ერთიანად რაღაცნაირად ძალახვერთობაშია და უფრო მარტივად შეიძლება ბევრი რაღაცის გადაჭრა. ნუ რაღაც წინსვლები ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში რაღაც წინსვლებიც იყო, წინ გადადგმული ნაბიჯებიც, მაგრამ სამაგიეროდ უკან გადადგმული ნაბიჯი ვფიქრობ, რომ უფრო მეტი იყო. და ახლა ვართ საკმაოდ ჩიხში ამ პრობლემების, არა მარტო ჭიათურაში, არამედ ვფიქრობ, რომ ეს უკვე ქვეყნის კრიზისული მდგომარეობა, რაც ქვევიდან ზევით უნდა წამოვიდეს ეს ტალღა ცვლილებების, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს ცენტრალური სისტემიდან და ეს ცენტრალური სისტემა დეცენტრალიზდეს შემდგომში უკვე. მე ნოემბრიდან მოყოლებული ვდგავარ რუსთაველზე და ვაპროტესტებ არაერთ რაღაცას. პირველ რიგში ვდგავარ ჭიათურისთვის. ჭიათურა რომ არ ყოფილიყო და ჭიათურას რომ არ გავეზარდე მე ისეთი, როგორიც ჩემი იდენტობა რაც არის და როგორიც არის, ეს აქტივისტური ბუნება, რომ რაღაც სამართლობას რომ ვხედავ, მე ხმამაღლა უნდა ვთქვა. იმიტომ რომ არავინ არ მოვა და სხვანაირად არ გადამარჩენს და არ გადამიჭრის ამ პრობლემებს, ხო? და ჭიათურამ გამომიწვრთნა ეს ბუნებაც და შესაბამისად ყოველთვის რაც რაღაცას ვაპროტესტებ, პირველი არის ის სოციალური საკითხები, რაც ჭიათურაში დგას, ჩემს ქალაქში, რის გამოც ჩემს ოჯახს მოუწია მაგალითად რომ თბილისში გადასულიყვნენ, იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემებსაც ძალიან ბევრს ქმნის. ხო, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ვიღაცა მუშაობს მაღაროში და მორჩა.
ან ცხოვრობს ღია კარიერის გვერდით და ეს აწუხებს. ეს არის ზუსტად ის, რომ უამრავ ქრონიკულ დაავადებას იწვევს ეს გარემოსდაცვითი პრობლემები, სადაც ცხოვრება გვიწევს და რამდენადაც ლამაზია ეს კლდეები, ეს საბაგიროებიც ამ კლდეებს შორის გაბმული, იმდენით კივილი იმალება ამ ყოველფრის უკან. ძალიან ბევრი გულსისხლთა დაავადებები, სიმსივნის შემთხვევები, ლეიკემიის შემთხვევები და მე მაგალითად ის რომ დღეს ალერგიული ასთმა მაწუხებს, არის სწორედ მის ბრჭყალებში დამსახურება, რომ მთელი ცხოვრება ფაქტობრივად გავატარე იმ ქალაქში, სადაც ტოქსინებით არის მოწამლული ჰაერი. თითოეული ჭიათურაში მცხოვრები ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვის, რომ წყალს რომ დალევ, ჰაერს რასაც უნთქა, ეს ყველაფერი არის სასიკვდილო. 1600-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა მაღაროებში, მაგრამ თებერვლიდან მოყოლებული ეს რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა, და უფრო მეტად შემცირდა 1500-მდე ახლა დარჩენილი იმ ადამიანების რაოდენობა, ვინებიც მაღაროებში მუშაობენ აქტიურად. და ჭიათურაში სხვა რა არის ხო გასაკეთებელი ან ახალგაზრდებისთვის რა პერსპექტივებია, რომ აქ დაბრუნდნენ და იმუშაონ და მე მაგალითად მივიღე განათლება საზღვარგარეთ, რამდენიმე უნივერსიტეტში ვისწავლე და მინდა რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაც ვაკეთო, ჩემი ქალაქისთვის რაღაც ვაკეთო და ფაქტობრივად არანაირი პერსპექტივა არ არის. და ეს არ არის მარტო ის, რომ რომელიღაც კომპანია ან ინვესტორი ქმნის პრობლემას. მოდი ვაღიაროთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემების ერთი გამოვლინება. რომ ახალგაზრდები პერსპექტივას ვერ ნახულობენ, რომ მასიურად ქალაქი იცლება სხვადასხვა მიზეზებისგან გამომდინარე. სამსახურეობრივი პერსპექტივა ქალაქში რაც აქვთ, ეს არის ერთი ის, რომ ან მაღაროში შევიდნენ და იქ იმუშაონ, ან საჯარო სექტორში იმუშაონ, ხო? ძალიან მწირია არჩევანი იმისათვის, რომ რა შეიძლება მე ვაკეთო ამ ქალაქში. ძალიან მწირია და თუ შენ ანახევრებ ამ სამუშაო ადგილების რაოდენობას, მაგალითად მაღაროში დასაქმებულების და ის ნახევარიც კი საკუთარ სიცოცხლეს დებს ყოველდღიურად სასწორზე, ეს არის კატასტროფა და ეს არის ადამიანური კატასტროფა ჩემთვის. ჭიათურის პრობლემები რუსთაველზე ყოველთვის ისმის, მათ შორის ისმის იმ ადამიანების იმ 4 უდანაშაულო ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც დღეს ციხეში არიან, იმ მაღაროელების, რომლებიც პროტესტის გამო, იმის გამო, რომ ითხოვდნენ უსაფრთხო სამუშაო პირობებს და ღირსეულ სამუშაო პირობებს, დღეს არიან დაჭერილები. მე მგონია, რომ დღეს პროტესტის ხმა ისმის ყველგან და იგრძნობა ყველგან. ყველგან შეიძლება არ ისმოდეს ისე კარგად, იმიტომ რომ მე ვხედავ თუნდაც ჩემს ქალაქში რამდენს ეშინია რა ხმამაღლა გამოთქვას პროტესტი, თუნდაც ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ჭიათურის მომავალს რაშიც ვხედავ, იგივე მომავალს ხედავ საქართველოსთვისაც, ანუ საქართველოში იქნება დადებითი ცვლილებები, ჭიათურაშიც იქნება დადებითი ცვლილებები. სხვაგვარად, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. საქართველოს ცვლილებები შეეხება ჭიათურასაც და საქართველოს განვითარება შეეხება ჭიათურასაც. ეს განვითარება უნდა იყოს ზუსტად ის ცვლილებები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გაძლიერდეს, ეკონომიკა გაძლიერდეს ადგილობრივი, ხო? და ხალხს ჰქონდეს ღირსეული საცხოვრისი, ღირსეული სამუშაო პირობები და ის ბაზისური უფლებები, ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მე მჯერა, რომ ეს ქალაქიც იმსახურებს, რომ ხალხმა იცხოვროს ღირსეულად, ისე როგორც ნამდვილად შეშვენის პატარა ქალაქს.